უნდა მოვიქცეთ თუ კორონავირუსის სიმპტომები გამოგვივიდა. გზამკვლევი მომზადებულია ექიმ ნანა გეგეჭკორის რჩევების მიხედვით, რომელიც ნიუ-იორკის მაიმონიდის ჰოსპიტალში კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში იღებს მონაწილეობას. თუ თქვენ არ განეკუთვნებით მაღალი რისკის ჯგუფს და დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. არ ინერვიულოთ, სპეციალურ მკურნალობას არ საჭიროებთ. აუცილებელია იზოლაცია მინიმუმ 10 დღით. მკურნალობა მხოლოდ სიმპტომურად, რაც გულისხმობს სიცხის დამწევისა და ტკივილგამაყუჩებლის მიღებას. ასევე მიიღეთ საკმარისი რაოდენობით ნებისმიერი სითხე. დაიწყეთ სიმპტომების მონიტორინგი. დღეში რამდენჯერმე გაიზომეთ სიცხე. ავარჯიშეთ სასუნთქი სისტემა. ამისთვის ყველაზე მარტივი და სახალისო გზა დღეში რამდენჯერმე ბუშტის გაბერვაა. იმოძრავეთ რამდენსაც შეძლებთ. ბევრს არც ეზო აქვს და არც სოფელი. ამიტომ ოთახში მოუწევს სიარული, მაგრამ გაითვალისწინეთ, ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. მოძრაობა დაგიცავთ ქვემო კიდურების ვენური თრომბოზებისგან. თუ ოთახში სიარულსაც ვერ ახერხებთ, სცადეთ მსუბუქი ვარჯიშები ადგილზე. იძინეთ საკმარისად. ეს დაგეხმარებათ სიმშვიდის შენარჩუნებაში. ეცადეთ იკვებოთ სრულფასოვნად. ასეთ დროს ვიტამინებით და ცილებით მდიდარი საკვების მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. დააკვირდით თქვენს ზოგად მდგომარეობას. თუ ხვდებით, რომ მდგომარეობა საგრძნობლად უარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. რა იგულისხმება მდგომარეობის გაუარესებაში? დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას. გონების დაბინდვა, ქოშინი მინიმალური დატვირთვისას, კიბილი, უჩვეულო სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში. მაღალი ტემპერატურა არ ემორჩილება მედიკამენტოზურ მკურნალობას. დიარეის და ღებინების ხშირი ეპიზოდები, რამაც შეიძლება სერიოზული დეჰიდრატაცია გამოიწვიოს. აჩქარებული გულისცემა. ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს წუთში 100. ქვემო კიდურების ასიმეტრიული შეშუპება. ასეთ შემთხვევაში ღრუვენების თრომბოზი უნდა გამოირიცხოს. საკმარისი რაოდენობით საკვებს და სითხეს ვერ ღებულობთ კუჭნაწლავის ტრაქტის სიმპტომების გამო. სუნთქვის უკმარისობა. როგორ შევაფასოთ სუნთქვის უკმარისობა? თუ სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ ვიდრე ჩვეულებრივ. ნორმალურ მდგომარეობაში მოზრდილები წუთში 18-20 ჯერ ჩაისუნთქავენ. ჩვეულებრივი აქტივობა იწვევს თავბრუსხვევას. ვისაც პულსოქსიმეტრზე მიგიწვდებათ ხელი, სატურაცია სისხლში ჟანგბადის დონე ნორმალურ მდგომარეობაში უნდა აღემატებოდეს 95%. თუ ოთახის ჰაერზე ყოფნისას სატურაცია 92%-ზე ნაკლებია, პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. დიდი რაოდენობით ნახველის შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს თანდართული ბაქტერიული პნევმონია. COVID-19 უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს. რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, არაჰოსპიტალიზირებული პაციენტები ანტიკოაგულაციას ან ანტიტრომბოციტულ მკურნალობას არ საჭიროებენ. ასეთ მკურნალობაში იგულისხმება ასპირინი და სხვა ეგრეთ წოდებული სისხლის გამათხელებელი საშუალებები. ნუ მიიღებთ პრეპარატებს ექიმის დანიშნულების გარეშე. რაც შეეხება ვიტამინებს, არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებს C ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტურობას COVID ინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი მტკიცებულება D ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. ვინაიდან მცირე ხნის D ვიტამინის გამოყენება ზედოზირებას არ იწვევს, შეგიძლიათ ის მიიღოთ. მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტები თავიდანვე მეტ ყურადღებას საჭიროებენ. რისკის კრიტერიუმებია 65 წელზე ზევით ასაკის ადამიანები, მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები, თანდაყოლილი იმუნოდეფიციტის ან HIV დაავადების, ასევე სტეროიდებით ქრონიკულ თერაპიაზე მყოფი ადამიანები. ფილტვის ქრონიკული დაავადებების, როგორიცაა ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზის მქონე ადამიანები. კარდიოვასკულარული დაავადებების, განსაკუთრებით ჰიპერტენზიის მქონენი. ადამიანები ონკოლოგიური დაავადებებით, ჭარბი წონის მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ადამიანები თირკმლის და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით, ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების მქონენი, ვისაც ნერვოლოგიური დაავადებები აწუხებს. სისხლის დაავადებების მქონე ადამიანები, მაგალითად როგორიცაა თალასემია, ნამგლისებური ანემია. და ბოლოს, იზოლაციიდან გამოსვლის წესებია. სიმპტომების დაწყებიდან მინიმუმ 10 დღე უნდა იმყოფებოდეთ იზოლაციაში. იზოლაციიდან გამოსასვლელად აუცილებელია ბოლო 48 საათი იყოს უსიმპტომო სიცხის დამწევის მოხმარების გარეშე. იზოლაციიდან გამოსასვლელად განმეორებითი ტესტი საჭირო არ არის, რადგან ის შეიძლება დიდი ხნით დარჩეს დადებითი. პაციენტი კი გადამდები აღარ იყოს. ტესტის დადებითობას ვირუსის RNM-ს ნარჩენები განაპირობებენ და ასეთი ნარჩენები დაავადებას ვერ გამოიწვევენ.